საქართველოს ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ნიკელ უსოსა და ლანჩხუთის მატჩის შემდეგ მომხდარ კონფლიქტზე ორივე კლუბმა განცხადება გაავრცელა. ქალთა ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ფეხბურთელმა ანანო წიქარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარმა დაარტყა. ნიკელ უსო ამაში მონაწილეობას უარყოფს. ლანჩხუთმა განცხადება გაავრცელა, სადაც მატჩის შედეგის გაუქმება მოითხოვა. კლუბის განცხადების მიხედვით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა თურქი ეროვნების გულშემატკივრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ლანჩხუთის ფეხბურთელებს. დაზიანება მიიღო ასევე არასრულწლოვანმა ანანო წიქარიძემ, რაც ვიზუალურადაც თვალსაჩინოა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო უზრუნველყოფილი ფეხბურთელების უსაფრთხოება, მათ შორის არასრულწლოვნების ფიზიკური უსაფრთხოება, კლუბი მიმართავს რეგულაციებით გათვალისწინებულ ყველა სომას შესაბამისი პასუხისმგებლობების დადგომის და მატჩის შედეგის გაუქმების მოთხოვნის ჩათვლით. ქალთა ლიგის ლიდერებს შორის მატჩი ნიკელ უსოსა და ლანჩხუთს შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ამ შეხვედრის შემდეგ ზედა ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა არ შეცვლილა. პირველ ადგილზე ისევ ნიკელ უსოა, რომელიც უკვე 6 ქულით უსწრებს გურულ ფეხბურთელებს.